დღეს თბილისში ვართ, ნიკა მაშუკელი იქნება ჩვენი სტუმარი. ნიკა მაშუკელი ჩემი ძველი მეგობარია და რაგბის მსაჯი, ძალიან წარმატებული მსაჯი, იმიტომ რომ ისეთ თამაშებზე მსაჯობს, რაც უმნიშვნელოვანესია რაგბის სამყაროში, ამას უკვე დაწვრილებით მოგიყვებით. ნიკა იუთუბერიც არის, იღბლიანები ქვია მის არხს Lucky Gents და გამოიწერეთ და დღეს ჩვენი მასპინძელია თამთაკი. ცეხში გახსნილი ახალი რესტორანი, თამთაკი კია ძველი ბრენდი, მაგრამ ამ რესტორანში ცოტა სხვანაირი კონცეფცია და თამთა და გიორგი იქნებიან ჩვენი მასპინძლები. ჩემი Starbucks-ის ყავაც მოწოდების სიმაღლეზეა, სანამშია. დავნაყრდები. ნიკა, იღბალს ხომ მომიტანე? ძალიან იღბლიანი სტეიკით მოგიტან თამთაკის შეჭული. იღბლიანი სტეიკით დიდი იღბალი მოგივა. კარგი. იცილადებ ჩემი YouTube-ის იღბალს. სანამ შენ ძირითად პროფესიაზე მოგაყოლებ და სტეიკზე ვისაუბრებთ, მანამდე YouTuber-ობაზე მომიყევ, იმიტომ რომ ძალიან კაი საყურებელია, ყველაზე კაი რა არის, იცი, აეროპორტში გადარბენა, ერთი დანიშნულების წერტილიდან მეორემდე რამდენად მიასწრებ და მერე თამაშის მერე რომ იმ სტაუტებს გინესო, სუდად ხვდები, ისე მწყურდება და მინდება. ხო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, შესანიშნავ გასტროარხზე იმყოფებით, რეჰანზე, გამოიწერეთ პირველ რიგში რეჰანი და მერე მეც თუ გამომიწერეთ, ფლადმაგრები იქნება. რატო იღბლიანები, Lucky Gents. რატო გადავწყვეტეთ? რატო ვართ იღბლიანები? იმიტომ რომ თითქმის უცხოეთში ვართ რა. აი ყოველ ვიკენდს უცხოეთში ვინმე იყოს, არავის არ ვიცნობ ეგეთ რა და გადავწყვეტეთ რომ ეს ჩვენი იღბალი გამოგვეყენებინა ჩვენს უპირატესობად და რაღაცა გადმოგვეტანა YouTube-ზე, რომ რამდენად საინტერესოა რომ ერთი დღე ხარ ლონდონში, მეორე დღე ხარ პარიზში, მერე ხარ ამსტერდამში, მერე და ეს. რაღაცა ცოტა სარაგბო ქვეყნები? ხო, სარაგბო ქვეყნები პლუს მოგზაურობა იქ შენი რაღაცა ჭამაც იყო ქართული ელემენტები და გადავწყვეტეთ რომ ჩვენი იღბლიანი მოგზაურობები გადმოგვეტანა YouTube-ზე და აქედან შეიქმნა ჩვენი არხი. ამიტომ ძალიან საინტერესოა YouTube-ის. არხზე პრინციპში გაქვს ყველაფერი, რასაც ისედაც აკეთებ. ხო, სპეციალურად ამ იღბლიანებისთვის, როგორც მივხვდი და მე რაც ვნახე, არ არის რაღაც მოფიქრებული კონტენტი. აი ეს ტატუ, იღბლიანი ტატუ. ლაკისაც გავიკეთეთ ძალიან ბევრი წლის უკან, იმიტომ რომ მე ხო ირლანდიაში დავდიოდი ხშირად და ირლანდია ხო იღბალთან ასოცირდება რა და რატომღაც მოვნათლე საკუთარი თავი რომ მეთქი ირლანდიური იღბალი სამყურა, ოთხყურად ნაპოვნი მაქვს ბალახებში, გინესი მაქვს დალეული, ჯიზეთ დასმული მაქვს, არფაც გახრეტილი მაქვს და ყველაფერი გაკეთეთ. ჭეშმარიტი ირლანდიელი მონათლული ვარ რა. მაკურთხე. ეს რაღაც ეს დავიხატე, ეს ერთი იღბალი აქვს, მეორე რაღაცა და აქედან წამოვიდა ეს იდეოლოგია, რომ იღბლიანები ვართ და საბოლოო ჯამში გადავწყვეტეთ, რომ YouTube-ზე გადმოგვეტანა, მე და ჩემი ძმაკაცმა საბამ და ჩვენ გულს ვახარებთ რა და სტეიკებსაც ჩავამგევრიეს. ვაი, მე და სტეიკები ჩემი სუსტი წერტილია, ხინკალთან ერთად. მაგრამ სტეიკები ძალიან მიყვარს. სტეიკი ხო? კაი, ვნახოთ ახლა ჩვენი მასპინძლები გიორგი და თამთა რას მოგვიმზადებენ. სტეიკის გარდა რაღაც საინტერესო მენიუა და ახალი კონცეფციით გააკეთეს ეს თამთაკი და სხვა რაღაცეების გასინჯვაც მოგვიწევს. ახლა შენ იმებს რა ქვია, ცილით მდიდარ კუნთოვან მასას რო მოვარჯიში ადამიანმა, იცი ციlarისთვის არის საჭირო. ჭამა გეყვარება. მიყვარს სამწუხარო ჩემი წყევლა არის, აი მარიკოს ეუბნები. ანუ არ ჭამ ვიტანჯები, იმიტომ რომ ჭამა მინდა და ჭამ და ვიტანჯები, იმიტომ რომ ბევრი ჭამ და სულ რაღაცა. იმიტომ რომ რატო? ბევრი ჭამ და სულ თანაშაულის გნობა რომ გაგრო და სპორტსმენი ხარ და ამდენი არ უნდა. ხო და ლუდი თუ ისე ხშირად არ სვამ და ეპიზოდებში ამბობ 11 კათხაო. მაგრამ ვცდილობ რომ შევამცირე. ეს ლუდი ეს სუფთა სარაგბო ის არის რა, რომ აი თამაშის მერე ეგრევე ბაკალს რო გაწყნიან და უნდა აი ეგ ვარიანტია. ანუ მიყვარს როგორც ჭეშმარიტ მორაგბე, სულით მორაგბე. მე კი არ ვარ ეს რაგბის დიდი მცოდნე, მაგრამ აი ის სიტუაცია თუნდაც მართლა ირლანდიაში რო თამაში დასრულდება და რო ყვები შენ ეპიზოდებში რომ აი ქარეთ სწავსზე ქუჩები და ყველა ლუცვამს და საზეიმო განწყობა ძალიან და ერთხელ შევიდე. შემდეგი ჩვენი შეხვედრა იყოს უცხოეთში ლუდით და იმით ხელში. და ეგეთი კოლაბი გავაკეთოთ რეჰანის და ლუდი აი სუფთა სარაგბო ის არის რა, რომ და მაგრამ ვცდილობ რომ არ დავლიო, იმიტომ რომ პატარა აღარო არ
და ამდენი ვარჯიში და თან ალკოჰოლი ერთად, ну. ხო, თან შენ საოცარი ფიზიკური დატვირთვა მოდის საჯზე, ხო? თამაშის განმავლობაში. სტატისტიკა გააქვს, გაუსვათ რამდენ კალორიას წვავ? კალორია სადაც 1600 1500 ამას ფიქრი და სტრესი, წნეხი, მაყურებლის დაუმატე. ახლა ბოლო თამაში მოკლედ რო აქვს ძალიან გასტროლოგია და ძალიან საერთაშორისოში არ გადავიდეთ. ინგლისი, საფრანგეთი რო ვიმსაჯე 6-ზე, რაც უდიდესი მასშტაბის თამაში იყო 20 მილიონმა უყურა, წარმოიდგინე. წითელ ზონაში გულის პულსირება მქონდა 38 წუთიდან. თითქმის ერთი ტაიმი წითელ ზონაში ვიყავი რა. ან წითელი ზონა ნიშნავს, რომ 85% შენი მაქსიმალური პულსაცია ან ზევით. წარმოიდგინე ერთი ტაიმი თითქმის ვიყავი და ამას კიდე რომ ალკოჰოლი, ღამის თენება, ის დაუმატო, ძალიან რთულია. მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცა ბალანსი დავიჭირო მაგ ხრივ რა და ხინკალზე ვერ ვამბობ უარს. სტეიკზე ვერ ვამბობ უარს. სტეიკზე არც უნდა თქვა ჯანსაღი არა? კილო 200-იან ტომაჰაუქს რო შეჭამ ემპანადასთან და არგენტინაში. კილო 200 გაქვს ნაჭამი სტეიკი. კილო 200 არგენტინაში. რესტორანში, სადაც ლეო მესი კეიფობდა სოფლიო ჩემპიონატის მერე. დონ ხულიო დაგუგლეთ, ეგეთი რესტორანი არის. ლეო მესი მივიდა სოფლიოს მერე და რა მოხდა ვერ გეტყვით. იმ რესტორანის ბიზნესი აფეთქდა და მან ვიყავით არგენტინის რაგბის კავშირმა გაგვიკეთა. 4 თვე გინდა რომ ჯავშანი შეიტანო რა. ხო, ესე ვერ მიხო. გაგვიკეთა არგენტინის რაგბის კავშირმა რომ ვიყავით ბუენოს-აირესში და შევედით მოკლედ, შევიპარეთ. დაიწყო ჩორიზოები, ემპანადა, ეს არგენტინული სოსისები. აი, კანკალით რო ფიქრობ უკვე სტარტერიდან რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი. არ გაინტერესებს ხვალინდელი დღე როგორი იქნება. არ გაინტერესებს სინგლი. ხირდა მართლა იგეთქები. აუ რა ხირდა კი არა, აი კილო 200-იანი ტომაჰავკი ძვალზე წამოცმული. აი ამ ხელა შეუკვეთე. ფოტო არ გაქვს? მაქვს როგორ არ მაქვს ფოტოსაც გა before after ფოტოებს განახებ. როგორ ჭამეთან კილო 200 ვერ გავიგე. წარმოიდგინე, ისე მიდიოდა და ბოლოს რო ძვალი დამრჩა მეთქი და საწავიდა და დესერტიც მივაყოლე. იცი რა მაინტერესებს. ერთ-ერთ ეპიზოდში სვანეთში გადავიღეთ და ესე დაიწყო რომ ძაღლიც კმუტუნებდა რა და რაღაცნაირად ამ გადაღებაზე ორიენტირებული ვიყავი და ვეღარ მოვიფიქრე რომ იმ გიჟდები ძაღლებზე იმ ძაღლისთვის მეჭმია და თან ცოტა კუტკუა ის ძაღლი არაჭმევენ და მაგიტო რომ ვიცოდი რომ კაი მერე გაჭმევთ რაც ისე გამლანძღეს კომენტარებში და ისე ვინერვიულე ხო და ეგ მონაგონია 6 ერზე მსაჯი, რომელიც ქვეყნის ბედს წყვეტს და მილიონობით გულშემატკივრისთვის რაღაც განაჩენი გამოაქვს მაქეითთან. როგორ უძლებ? ნეტა იგი იყოს ხო? ხო, ნუ მაგხელა თამაში მთავრდება სადაც მაყურებლის რაოდენობა 20 მილიონამდე ადის, აუდიტორი მოიგანზება მოსული 80,000 და თან ვიკენდია, სულ და ყველა თან სვავს და ეს ემოციები აგრესიას წაგებული მოდი რა თქმა უნდა ძირითადად და თამაშს მე რა ხდება ჩემს ინბოქსში, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე ერთ პერიოდი ვაუქმებდი რა სანამ შევეჩვეოდი რომ მიჭირდა, მაგრამ ამდენი ადამიანი რო გწერს რომ აი იქ რატო ქენი ეს გადაწყვეტილება რატო დამაჯარი მე რატო შენ წამაგებინე და მამას მოყვება მე მოვკვდე ხარ მინდა წყეულა ხო კეტა კიბოდაგებ ნეტა ის თვითვინავი ჩამოგივარდეს მე მაგას რაღაცა მედია დამოუკიდებელი მედია დადებს რაღაცა სიტყვაზე Twitter-ზე და იქ ან Facebook-ზე ჩემი მეინსტრიმში რო შენი სურათია და იქ რო შეხედავ და 2000 კომენტარი რო აქვევი და არც უნდა გახსნა არც უნდა იფიქრო მაგის გახსნა და ну, მოკლედ ჰეითი დღეს სამწუხარო ძალიან გავრცელებულია რა და ეჩვევ გეუბნებია რომ ამას ცდილობს სოფლიო რაგბი რომ რაღაცა მექანიზმი მონახოს ამის, მაგრამ ვერ შეაჩერებ. ამიტომ ხო, მაგრამ აი თვითონ ახლა ინგლისი, საფრანგეთი ახსენე ხო, ეგ ხო აი 6 ერზე ალბათ რა ვიცი, ჩემპიონთა ლიგის ფინალია ხო, ფაქტობრივად უფრო დიდი რაგბში. მაინც ფეხბურთი უფრო პოპულარული სპორტია და პარალელი რო გავალოთ. მასშტაბი რო ფსიქოლოგთან ემზადები, თუ აი რაღაც მედიტაცია ხო არ გაქვს, როგორ ემზადები ეგეთი წნეხისთვის ფსიქოლოგიურად? გავიგე რომ ფიზიკურად ნუ ვარჯიშობ და მე ფსიქოლოგთან არ ყოფილვარ ცხოვრებაში, ალბათ არ ვიცი. ესე წავიდა ჩემი ცხოვრება და მომზადება რომ რაღაცა ჩემი მექანიზმი და გზა ვიპოვე რომ ამასთან გამკლავ. აი ფიზიკურ მომზადებას ვაბავ, მენტალურ მომზადებას, იმდენად ინტენსიური ხდება ჩემი ფიზიკური მომზადება და ისეთი გზები მაქვს ნანახი რომ კომფორტის ზონა მაქსიმალურად შევამცირე რომ გადადის მე მენტალურზე რა რომ
აი ეგეთ მასშტაბურ თამაშამდე ერთი თვით ადრე რაღაც საშინელებებს ვაკეთებ, აი პულსი რო 200-ია, ძალიან ძიმე წონები ისეს, რომ მე აი კომფორტის ზონა შევამცირო, რომ იქ ვიცი რომ 80 წუთი მელოდება, აი შეიძლება ერთმა მომენტმა გადაწყვეტოს ჩემი კარიერული ბედი და იმ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა რა და აი ეგ არის ჩემი მომზადება, არც მედიტაცია, ჩემი მომზადების სტილი არის აგრესიული და უფრო აი შემტევი, ზოგი ადამიანის უფრო არის სიმშვიდე, ბალანსი. მე სიმშვიდეში ჩემი თავი ვერ ვიპოვე. მე ვიპოვე ჩემი თავი უფრო აი აგრესიაში, ომში, რაღაც ეგეთ ვარიანტში, იმ საჯი ხა გაუკვირდება ბერს, რომ საჯი რას ომობს, მაგრამ რა თქმა უნდა ომობს. თან ნიკას დიდი ხანია ვიცნობ და ეგეთი შრომის მოყარე ადამიანი და ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა იმისთვის, რომ განვითარდეს, ძალიან ცოტა ვიცი და წარმატება. დილის გადაცემაში 5 საათზე რომ ვდგებოდით, ეგეც ომია, მაგრამ რუსთავიორზე არ გახსოვს. ერთად მუშავდით რუსთავიორზე და 5 საათზე ხო დგებოდა სპორტის წამყვანი იყო და რეკლამის დროს ფრანგულს სწავლობდა, მეცადინეობდა 6 საათზე, ასე რომ იმსახურა ყველაფერს. გამოიწერა. მაინც ვერ ვისწავლე ფრანგული, მაგრამ ვცდილობ გამოიწერა. გაიშალა ჩვენი სუფრა მასპინძლებით შემოგვიერთდნენ კანთა და გიორგი და პირდაპირ სტეიკის გასინჯით დავიწყოთ თუ როგორ ვქნათ და მოდი მოგვიყევით რა გვაქვს სუფრაზე. ანუ შეგვიძლია რომ დავარღვიოთ კი ყველანაირი ქრონოლოგია და პირდაპირ სტეიკით დავიწყოთ. სტეიკის დიდი მოყვარული ადამიანი მყავს მოყვანილი და მაგიტო. თვალები მაქვს აი როგორც გავიხედე, მაინც იქ. რომ ვერ ითმენს. მეგონი ეგრევე სტეიკი. მეგონი ეგრევე სტეიკი კი. აი გიორგი მოყვება უფრო ანუ სტეიკი თავისთავად რომ დიდი სიყვარულით არის შემწვარი, მაგრამ ის კარაქის თვითონ იდეა და რეცეპტი ალბათ გიორგი უფრო კარგად იტყვის, რაც მე მგონია კიდევ უფრო აძლიერებს გემოს თვითონ სტეიკის. აი, კი ბატონო. ანუ არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ რომ ძალიან გვიყვარს კარგი ხორცი, ვცდილობ რომ მაქსიმალურად კარგი პროდუქტი ვიშოვოთ, ჯერ როგორც ხორცი და მე რა ვიცი, აი კარაქი ჩვენთვის არის ალბათ ყველაფერი. და ცოტა ბრუტალურობაშიც გადავარდებით ხოლმე რა, სხვანაირად არ გამოდის. ისაც გვიყვარს, რა ვიცი, აი საზღვრები უნდა დაარღვიო. ხო, ანუ ცხოველურ ცხიმზე არის. ცოტა ხმადაბლავი ჯახით ხოლმე, მაგრამ ეს ძვლის ტვინის კარაქია. ტვინი აქვს კიდე შერეული კარაქს, რომელიც ასე ვთქვათ ფორტეს. მე მგონი ერთი მეტერი შენი უნდა იყოს არ გაჭრა. არა, ეხა სახელი გვაქვს გატეხილი ვიცი ამ სტეიკის. ჩვენ მაინც არ პრობლემის არის, რომ ვაკეთებთ ვეღარ ვჭამთ მაინც და. კი, მიდი. არა, მიდი და მე თუ დარჩა მე. ხო, ანუ ეს უფრო რაღაცნაირად აი ამ გემოს კიდე უფრო ამოწევს და უფრო წინა პლანზე დაყენებს საქონლის ნატურალური ცხიმის გემოს რა. ანუ მთელი ჩვენი ახლა მე და გიორგის კოლაბორაცია რაც არის ის რომ ვცდილობთ რომ თვითონ ინგრედიენტები წინ წამოვძიოთ. ხო. ეგრეა საქმე. აია. თურმე. სტეიკის დანახვარით ხო. საქართველოში შეიძლება ნორმალური სტეიკი. ხო. ლაშ, უნდა გთხოვო რომ ახლოდან გადაიღო და როგორი უნდა იყოს სტეიკი, რომელსაც სისხლიანს ეძახიან და არ უყვართ საქართველოში, მაგრამ ეს სისხლი არ არის. აი ეს დროთ, აი აქ რომ მომაწვება, არ ვიცი. ეს არის მედიუმ რეარი, ხო? კი, მედიუმ რეარი. თქვენც მიირთმევთ. ხო და ჩვენ ისიც დავარღვიეთ ახლა რა, ჯერ თავიდან იმერული ღვინო მინდა რომ შემეთავაზებინა, მაგეთეოსთან და რაღაც განძით და დასჭებე, მაგრამ ესე მე მგონი შეუძლო წითელიც დავასხათ. მე დავკარგე მეტყოლების უნდა არ ცოტა. გაგაურიეთ. ხო, ანუ ეხლა ეს ნაჭერი არის ყველაზე ბევრისთვის მოსაწონი, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ. ფილემინიო? ხო, სუკის ნაჭერი. ყველას უყვარს, არ არის ცხიმიანი, 80% შემთხვევაში არის ნაზი და კარგი და სწორი მარინადით 100-დან 100% შემთხვევაში გამოდის იდეალურად. და კიდევ თავარი რომ უფრო ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, რომ ყველამ ჭამოს რაღაც. კი. ძალიან მაგარია რა, აი ფილემინიო ხო, ნუ ბილია, ნაზია, დნება, კარაქი არის ძალიან მაგარი, არ უბრალოდ
ბრავო, აი ეს თავში რო ამბოდის და ეს ნეტარების. რა კაია. მაშინ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ძალიან გემრიელია. გემრიელ ხელს. ნექტარი წავიდა. აი ზუსტად იმ სირბილეს ინარჩუნებს ეს დამყენებელმა გაიხარა. ანუ ამ შემთხვევაში არ გჭირდება ხორცის დავარგება, ანუ დაძველება. სხვა შემთხვევაში სტეიკების უმრავლესობა კარგი და გემრიელია, თუ არის რაღაც მინიმუმ 21 დღის დაძველების. მაშინ არის ძალიან ნაზი და კარგი. და ამ შემთხვევაში, როცა თქვა ძალიან დიდი სამზარეულო არ გაქვს და ცოტა ცდილობ რომ ყველასთვის მისაღები რაღაც გემოები დაიჭირო, მგონია რომ ფილე მინიონი არის იდეალური სტეიკის ნაჭერი. თირკმლის გაყიდვაც არ გიწევს. არ გიწევს, აბსოლუტურად არა და. აი, კიდე რა ის გაგვასინჯებთ შენ მანამდე მიდი. ეს მე მგონი შენი ეს აპეტაიზერი, შუაგერძიც და დიეტესიც და ყველაფერი. კი. ბრავო. თამოთავ. სხვა კერძებსაც გადავხედოთ, ხო, განსხვავებული თამთაკია აქ. ხო, უფრო რესტორნული. ხო, გადაცემა მოუკვდა. კი, მე მგონი მაგაზეც უნდა ვთქვათ, რომ თამთაკი იყო და არის ასე ვთქვათ პირველად იდეა ამ ყველაფრის, როცა ქართული გემოები ცოტა უფრო წინ წამოსულიყო სხვა ფორმით და სტრიტ ფუდულად. ხო, სტრიტ ფუდულად და აი გიორგის ქონდა სულ რაც მაგ თამთაკი 4 წელია ის იდეა, რომ აი თამთაკის უნდა კიდე რაღაცა და აი კიდე განვითარება შეიძლება და კიდე რაღაც ახალი სიცოცხლის ჩაბერვა და როს გადავწყვიტეთ, რომ ერთად ჩავბეროთ ეს სიცოცხლე და რაც აი ყველაფერს აქვს თან ქართული დეტალი, თან არა. აი ხუთები რაღაცა ზღვარზე გადის იმისი, რომ აი როგორც თქვი რა, ვცდილობთ, რომ თვითონ ინგრედიენტების გემო ამოვხაჩოთ, რაც შეიძლება მაღლა. და არ ჩავხლართოთ ბევრი соусებით, ბევრი ტექნიკებით და ბევრი რაღაცა აი სიმარტივეში გენიალური. ხო, აი ნახე კარაქიც რაღაცა ესე მარტო კარაქი არის. შავი ნივრის კარაქი არის. ხო, ფერმენტირებული ნიორია. აი ეს ბურთან ეგრევე გავძიძგნო. ეს თამთაკის პური რაც იყო ოდითგანვე ეგ პურია. მოდი, ნახევარი შენ, ნახევარი. ხსოვარი დროიდან. ხსოვარი დროიდან. ამაზე არაფერი არ შევცვალეთ, იმიტომ რომ მოგწონს. გულუხია ანუ. აბა, და როგორ ავაწყოთ გითხარით შემდეგი კეი. უბრალოდ გადავუსვით ეს პრინციპში დელიკატესია რა. შეიძლება ესე მე დავუწყო. ამასთან ერთად მიყვარს ეს თევზი. ეს არის კარაქი რითი? შავი ნიორი, ფერმენტირებული ნიორი, ანუ ჯერ თევზის garaში გავსინჯავ, რომ გემობი. ნიორი დაბალ გრადუსზე, აი ესე იგი გამოდის დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში და ნუ ძალიან ნიორიდან რჩება ძალიან ცოტა. გამოყვანილი. ხო, აი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არის შეფუთული სიბნელეში. აია, ცოტა მოტკბო გემოა, ძალიან მაგარი. აუ ძალიან მაგარია. ხალხო, სად დადიხართ? მოდი. მართლა დელიკატესი არ ვიცი რა. ამას ვერ ესე მაღაზიაში არ იყიდებ. არაქისის კარაქი რო იყიდებ, ხო შეიძლება ეს გაიყიდო. ჩვენი მეგობრის ოჯახი ამზადებს და მე არც ვიცი მაგათ გარდა ვინ ამზადებს. ნიორს და მე და ჩვენ მაგათგან ვიღებთ ან გავაკარაკეთ. გაგვიმართლა რომ ჩვენი გავაკარაკეთ მე. მე ავაწყობ. გაჩვენებთ მე მაგ შავნიურს როგორ გამოიყურება, ძალიან საინტერესოა, მოვიტანე. აუ, კი, საინტერესო. არ გაცადეთ ოჯამა. ესე ვქო. გემრიელის. კი. აია. ძალიან მაგარი. ხო და აი პური მაგის საშუალებას გაძლევს რომ რაც გინდა როგორც გინდა ისე შეგიძლია შეახვიო. გაუმარჯოს ამ გემრიელ. შეუებით უხდება, მაგითაც გაუმარჯოს ამ გემრიელ ხელებს და ამ იდეას და ამ არ ვიცი. გამოიწერეთ არხი ამ ვერ ნახავთ. უნდა გამოიწეროთ ეს არხი. მაგან ვერ ნახავთ მაგას. ხო და ანუ ეგ არის. მე მგონია რომ მთელი კულინარია ნელ-ნელა უბრუნდება საერთოდ საბაზისო რაღაცა მასა იყო. რაცა ყველაფერს სხვანაირად ვაფასებ. ახე ლეხვს რა ცოტა. ახლა ეს არის დანახშირებულივით არის. ხო, მაგრამ აი რაღაცა ეს ფინიკივით ხო რაღაცა შიგნით. იმის რა ვიცი 20% რჩება წონა, რაც კი აი იყო ეგრევე თავდაპირველად. შეგიძლიათ რომ გასაუბროთ. გავსინჯო? კი. შეგიჭამოთ ესე კი, მთლიანი? კი.
ძალიან მაგარი ისეთი თავისებური გემოა, ხარა? მაგარია. აბა მეც გავს ინჯოი. წელვადია ცოტა. ნიორი ზოგადად ძალიან სასარგებლო. ნიორის სიმძაფრე დაკარგულია. აღარა. და ხო გონია რომ აი რაღაც ხშირი არაფერი ეგეთი პროცესი არ აქვს და აი უცნაური ხელიდან მეგობრულად უცნაური მოტკბო გემო აქვს, ცოტა წელვადია, არც ნახშირის არჩებულვის გემო არა. აუ რა მაგარი, რაღაცა კამფეტივით. გახსოვს ბავშვობაში რომ იყო, კიდე ეხაც რაღაც არის. ლიქერის თუ რა ქვია, შავი რაღაცა უცნაური ჟელესავით კამფეტები რო შავი დახვეულები. არ გავს მაგარი? გავს, ძალიან მაგარი. სად ვიშოვა, სახში მინდა რომ ეს მქონდეს ნექივით ეხლა რა. დაგაკავშირებ ჩვენ ახლობლად. ვა რა მაგარი. კარაქის გაკეთებასაც გასწავლით და ეგ. არა ეხლა კარაქს რამდენად გავაკეთებ მე არ ვიცი, მაგრამ ეს ნეკად რომ მქონდეს და ესე ჭამოთ ძალიან მაგარი. კი. ძალიან გემრიელია, ძალიან. ხალბატონო, თამთა და ბატონო გიორგი, თქვენ ჩემი ვარჯიში დღეს შაშალეთ. ჩაშალილია. თქვენ ჩემი ვარჯიში დღეს შაშალეთ, ეხლა აი მორჩა ეხ შეიძლება მთელი ხაბე ჭამას მაშინ გავატარო და არ ვიცი, ძალიან მაგარია ყველაფერი რა. აი ამიტომ გავუმეჩეს თქვენს იდეებს, თქვენ წამოწყებებს. მე რაღაცა წყალი დავლე. ხო და ბევრ რაღაცას შემოგთავაზებთ კიდე ძალიან რაღაც სატესტო მენიუა და მე ვქნა ენელა ახალი ეს მენიუ ახალი შექმნილია, ხო? დღე. აი რაღაცა ძალიან ცოტა ადამიანს ახალგაჩენილი ბავშვია. კაი, შეგვიძლია როგორც დეგუსტატორებმა ვთქვათ, რომ ძალიან მაგარია. აი დასაწყისი. მე დასაწყისია, მე არ ვიცი რა უნდა იყოს. არა დასაწყისია. სტეიკი მეც მიყვარს, მაგრამ იმდენად საინტერესო რაღაც გავსინჯეთ ამ კარაქის, პურის და თევზის, ნიურის სახით, რომ აი ყველაფერი მაღაზე გვაქვს აწყობილი იმ ხრივათაც, რომ აი აქ რო დაждები, რომ ისადილო, ვფიქრობთ, რომ უნდა ბევრი რამე ერთად გასინჯო, ანუ ერთმანეთს უხდება და ჭირდება თითქოს რა. აი ეხა ეს დასაშეარებელი სუფრა შესაყვეტი აი რაღაცა კარტოფილი და ეს ორაგულიც ერთმანეთთან კარგად. ძალიან ჩვენაირ მეხორცი ადამიანებმა მინდა რომ გასინჯონ ხოლმე განძილი, რომ არა. ბოსტნეული მე ხშირად არა გადაიყო რომ არა მე ხორცის მე ხშირად ჩამოვდია მცხოველები რა საჯები ანუ სპორტსმენები და ვიცი აწის სად უნდა მოვიყვანო ძალიან ესეთ დეტალურ სუფრას და ესეთ მრავალი ცხოვრების დიად არ არის მიჩვეული ამიტომ ეს ადგილი მაგხრივ რომ ეს ქართული ელემენტი არის შენარჩუნებული განსხვავებული ავთენტური და პლუს დაკრავს ეს უცხოურის აი ჩემი ერთ იდეალურად არის შეწყობილი რა ხო, ვცდილობთ რომ არ დავკარგოთ მაინც ხასიათი რაღაცეებში, რომ რაც არის თავდაპირველი იდეა, რომ აი ქართული რაღაც ნოტები კი არ გააკეთო რაღაც ფიუჟენი, კი არ გადააკეთო კერძი, უბრალოდ შეიტანო რაღაც ელემენტები. განვითარების ძალიან გემრიელია ეს. საკმაოდ ცხარია, მე ხანძილიც არის. ხანძილი ისე მეყვარს, რომ ეკითხებიან აი ჩემი საყვარელი კერძები, რავი, ჩაქაფული და მე რომ ხანძილი ძალიან მეყვარს ძალიან. საინტერესო არის მომზადებული ცხარე. გვიარო შემოდის რა ეს არომა დაკრავს, გვიარო იჭებს ტრიოს. და სოკოც უხდება, თუ სოკოს უხდება, არ ვიცი. ეს კიდე აი ბრავო. გიორგის მეგობრებს ახლა ველოდებით რომ ჩამოგვიტანონ გომბორიდან სოკო. და აი ეგ უკვე მალე იქნება გომბორის სოკო რა. კიდე ცოტაც მოწვიმოს და მე განსაკუთრებული გემოა. აი ამ ხელა სოკო არის, აი ამ ძალიან ცოტა ხანია რა, მაგრამ კამახა სოკო. ნუ იგივე ხის, მაგრამ აი ხელს რომ მოკიდებ, აი ხორცს ხო, არა, აი რაღაცა ის და გრილზე და ცოტა კარაქს რო თქრაშავ კარაქით და ანუ რაღაც მეტი არაფერი არ უნდა, აი კარაქი და მარილის გარდა, აი. ანუ ეს კერძი ჩათვალე რომ კიდე 30%-ით კიდე უფრო მაგარი იქნება სეზონური სოკო. აუ ამ არა, არ მეთანხმ. აი ეს კიდე 30%-ით მაგარი? რა ვიცი, საოცარია ეს განძილე. აი გიორგი თქვა რომ მე ხორცი ადამიანსო, ცოტა ხნის ხორცზე ფიქრს ამოუგდებსო თავიდან და ცოტა ხანი შეიძლება. ძალიან მაგარი. რა ვიცი, ყველაფერი რაც გავსინჯებ საოცარია რა. მაგრამ ის კარაქი არის. ხილეულიც უხდება. ოკეი. ხო. ხილია? თუ რა ხილია? ინგოზ და ხილი. ძა. ეხლა აქ კიდე რა დავჭრის ეგ ეს კარტოფილი რომელიც და ეს კაცებთან ერთად. ხო, ნუ გარნირია პრინციპში, მაგრამ ვფიქრობთ რომ
სწორი მომზადების წესით იღებ აი ამ ფაქტურას, რომ თან ხრაშუნა, თან რბილია და ლიმნის და კარაქის საკმაზია რა, ანუ ამოვლებული. ხდებოდით და ჩვენთან კარაქი ძალიან დომინირებს. ანუ ყველაფერში კარაქი. კარაქზე ხო ამბობენ ფრანგული სამზარეულოს თავარი ინგრედიენტი და საიდუმლოს, ну საიდუმლო არა ხო. ну აი მაინც აი რა ვქნა ძალიან აი კარგი რამე. კარაქი ვერაფერს ვერ გააფუჭა. აი შემიძლია კახურიზეთი და კარაქი ან ერთი ან რაღაცა ოლივოილი ექსტრავირდი სულ კახურიზეთი ну და სამწუხაროდ ცხიმი მიყვარს. რელიგია. ეს კარტოფილი აი ამ კარაქშია იმასქენი. ნახე რა კომბინაცია. ამოვაწოთ ხო და ცოტა, აი კარგად ახალი აღმოჩენა ჩვენ არ გვიფიქრია. აუ ძალიან მაგარია. ეხლა მივხვდით რომ ეგეც აი კარგი თამთა შენ რასაც კომბინაციაა. ამბობდი, კერძები ისე არჩეული ერთმანეთს რო უხდებოდესა? კი. ხო ხო ერთნაირად. შეფებო აბა მიდით თქვენ გამისინჯეთ ჩემი ახალი ფორმულა. ძალიან. ნახეთ რა ის აღმოვაჩინე. გამისინჯეთ ჩემ საპატიო აია. ძალიან ინოვაცია. მაგარია. ვაუ. მაგარია. მაგრად უხდება. მე ეს დაგვრჩა. აღმოვაჩინე. ეს რა არის? ეს აი ისევ როგორც ვთქვი ქართული ელემენტებით და სტრაჩატელა. ნადუღი პიტნით და სტრაჩატელა არის ერთმანეთში არეული. აი ხო არის ნადუღის სულგულის ფირფიტებში. აი ხო ეს არის სტრაჩატელა აქვს რა რომ კიდევ უფრო დახვეწილი პროდუქტია. სახელი იტალიური, ელემენტები ქართული. ხო, სტრაჩატელა არის აი ყველაზე უფრო მეტად, რა ვიცი, ყველაზე ნაზი, გაძენძილი ყველი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო ეგ არის. ხო. პლუს აი ეს თავისებური სტრუქტურა ამ ნადუღის თითქოს ერთმანეთს ასწორებს. ყველაფერი ძალიან მაგარი მე. მაინც ნიკა გადაიგე. მაგას აღარ დავაბრუნე. რა ხელა იმით რა ქვია, კუნთელი. აღარ ვინაზები, ჩემი, რა ჩემია ჩემი. აბა ისავით ისპანახის ჭამს კუნთები ეზრდა ეს ტეიქს ჭა. მე გავსინჯა სტრაჩატელად და ნადუღით. და ეს რაც მობრაწული. ხო, გრილზე მობრაწული წაკა, რომელიც ნახე. ხალხო თქვენ გაიხარეთ, აი მე აი თქვენ გაიხარეთ. რა ხელოდები გამოიწერეთ არხი, სადნახავ, ესეთ კულტურულ ამდენჯერ კი არ მახსენდება ხოლმე და რა კარგია, მადლობა ნიკა, რა თქვა გამოიწერეთ. როგორი სწორი ესეთ სტრატეგიული კულტურულ, ტექსტი. ესთეტიურ ლამაზ, ავთენტურ, სად ნახავთ, რას ნახავთ, შაურმას მიიღებთ. მიყვარს პერიოდულად. აუ, თამთა, უნდა ვთხოვოთ პური გადმომაწორი. გონი რომ პურს მოუხდები. აი, ეს პური ყველაფერს უხდება. ხო, მადლობა. ეს პური ისეთია, ძალიან ელასტიურია და რა შეგიძლია ნებისმიერი კერძი მართლა აიღო და გადაახვია, როგორც მაგალითად ჭამა და ესე თევზი კერძი. ხო, ეგ აია უნდა. მე კარაქს მოვიტანე ხავე კიდევ. მე კარაქს მოვიტანე. ეს ხომ მაინც აღარ ვარ ჯიშობ და თორე ჩავაფლავ ყველა ფიტნეს ტესტი ისე. და კიდე რაც როგორც თქვით რა, რომ ყველაფერს ესე ძალიან ვაქცევთ ყურადღებას. ზეითუნის ზეთით, საბერძნეთიდან ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან ფრო დანახო მეგობარი და ამ ზეითუნის ზეთსაც კიდე რაღაც სხვა ეტაპზე გადაყავს ეს კერძი, ჩემი აზრით. ხო მაგ ზეითუნისაცაც ესე ცალკე ვჭამთ ხოლმე ესე პურით აი მოგეთ ზეთები და ცხიმები კაი. კაია, ოღონდ კაი არის ის ადამიანები, ვის თავსაქვეში არიან ძალიან მაგრები. მოგეთ ხომ სუბუქია და ისეთი აი ყველაფერი რა. ზაფხულისთვის ძალიან ხო ჭამე. აი იმას სინძიმეს და რაღაცას ვევქი. არ გზავ, ხო? ხო. მოკლედ, ცოტა სხვა მიმართულებით დავიწყეთ საუბარი და სტეიკზე ავაგეთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ვეგეტარიანელების 64-ია თამთაკში. ხო არა? ისე ხო. მე ძალიან მიყვარს არახორც პროდუქტებიც რა და აუ, რაღაცა. აი რა უცნაურია, ჩვენ ხორცს პროდუქტები უფრო გვიყვარს, მაგრამ ყოველთვის რაღაცა იმიტომ რომ შენ გამოგდის მერა პოსტნეული. ხო, რა პოსტნეული ამასაც ბიზნიური თელავში რო გავსინჯე. ძალიან არ გამოსპირი ხორცი უფრო გვიყვარს ესე. მაგრამ გამოსდის საჭმელად, ძალიან მაგრამ პოსტნეული. აი როგორ რესტორანს ვაკეთებ, რაღაც პოსტნეული იო, არ სტეიკი არ რა მახსოვს? ძალიან რა, ძალიან მაგარია. სად საფრანგეთში მოვდით ხალხო, რა, იმემინიო.
რიბაი კლასიკა არის ჩემთვის. ხო, რიბაი რა თქმა უნდა. რიბაის ნაჭერი ნაჭერი სტეიკის მაინც კლასიკა. ფილემინიო რა საოცარია. მაგრამ ამასაც თავისი ვაგვის ის გეგონება რა. ეს როგორ არის და ეგრეთის ოჯახში რის საშუალებაც იყო ეს ფილემინიონის საშუალება. არა ძალიან კაი რო არის საშუალება. რაც არის საშუალება ხდები რა არის? არ სამწუხაროდ ეგ არის. ჩვენ ქვეყანაში ფუფუნების საგანია სტეიკის ჭამა და შეკვეთა რესტორანში და ისე გამოდის რომ ხო არის, მაგრამ არა მარტო საქართველოში. მე მგონია მაინც ყველგან აი გაიხსენეთ ძველი ფილმები, სადაც აი მამა რო დაწინაურდებოდა სახში რომ მოდიოდა და დღეს სტეიკ ჭამს თუ რაღაც ეგ ძველი 60-იანების ფილმებიც არის და 70 ხო ხო რაღაც ეგეთი ის არის რა მაინც არა მაგრამ ეხა შემოვიდა მაინც საშუალო საწდომია ძალიან საშუალო ფენის ადამიანისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე ჩვენთან ხორცეთ ხარზე ეთქობა რა. რა მინდოდა მე გადავხტებ ლობიოს ჰუმუსი ისეთი იყო თელავში რომ ჭამეთ და აჯაფსანდალი იმის გემო ეხლაც მისო. აუ აჯაფსანდალი თელავის ნახეთ თელავის ეპიზოდში გიორგისთან ვიყავით და ვისწრებთ თელავი. ძალიან კაია თელავის ისტორია ხო. მადლობა ძალიან დიდი. პირიქით ძალიან გემრიელი იყო. დავასრულოთ. მადლობა ნიკა შენ. ხო, მადლობა. მე ვინმეს მომიშდი მადლობა თქვენ და შენ. ისეთ ხასიათზე დავაყენე თვითშეფასება აგვიმაღლა. ახალი მენიუ საჭმლის პერიოდში მნიშვნელოვანი. ერთი რასაც მივიწე, ყველაფერი მადლობა პირველ რიგში ანას კოლაბორაციის მე თქვენ ხალხს შესაძლოა. ერთ-ერთი რაც აი ეს და კარაკის კომბო იყო ჩემი მე მივიწერ ჩემ თავზე რომ მე ჩემი ელემენტი იყო და რა ამოგიგზავნით მაგას. არჩერი პირიქით მადლობა თქვენ ღვინოთ ძალიან მაგარია ავსტრალიური ქართული ელემენტებით. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ეს არხი, იმიტომ რომ ასეთ კონტენტს ვერსად ვერ ნახავთ. და ირგლიანებით. შემახსას თუ გამოიწერეთ ბავშვი მაგარი.